ზოგიერთ კულტურაში ფრაზა ვულკანთან ცხოვრება მეტაფორად გამოიყენება. ის მუდმივ დაძაბულობას, არასტაბილურობასა და გაურკვევლობას ასახავს. თუმცა ჩვენს პლანეტაზე არის ადგილები, სადაც ეს გამოთქმა მეტაფორა სულაც არაა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი კუნძული აუგასიმა. ეს ვულკანური წარმოშობის მცირე ზომის ტროპიკული კუნძული ფილიპინების ზღვაში მდებარეობს და ის იაპონიის საკუთრებას წარმოადგენს. აუგასიმა იზუს არქიპელაგის ყველაზე სამხრეთით მხარე და ამავდროულად ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ დასახლებულ კუნძულად ითვლება. აქ ვერ ნახავთ ქალაქებს, დიდრულ სასტუმროებსა და ტურისტებით სავსე ქუჩებს. კუნძულზე მხოლოდ ერთი პატარა სოფელია, რომელიც ფორმალურად ტოკიოს დაქვემდებარებაში შედის. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მოსახლეობამ იაპონიის ამ უჩვეულო და პოტენციურად საშიში ადგილას ცხოვრება საკუთარი ნებით აირჩია. მათ სიახლოვეს მდებარეობს ვულკანი, რომელიც უკანასკნელად მე-18 საუკუნის ბოლოს ამოიფრქვა, მაგრამ ის დღესაც კი ოფიციალურად აქტიურ ვულკანად ითვლება. აუგასიმა რთული ვულკანური კუნძულის იშვიათი და შთამბეჭდავი მაგალითია. მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი სინამდვილეში მასიური კალდერაა, უზარმაზარი ჩაღრმავება, რომელიც ძლიერი და დამანგრეველი ვულკანური კოლაფსის შემდეგ წარმოიქმნა. მაგრამ კუნძულის უნიკალურობა ამით არ მთავრდება. ამ გიგანტური კალდერას შიგნით კიდევ ერთი ვულკანური კრატერი, სახელად მარუიამა მდებარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, ერთი ვულკანი მეორე ვულკანის შიგნით დგას. ეს არაჩვეულებრივი და ვიზუალურად შთამბეჭდავი გეოლოგიური წარმონაქმნი აუგასიმას გლობალური სტანდარტებითაც კი ნამდვილად უნიკალურს ხდის. ზუსტი თარიღი, როდის დასახლდნენ კუნძულზე ადამიანები უცნობია, თუმცა პირველად მისი სახელი ედოს პერიოდის ისტორიულ ჩანაწერებში გვხვდება. ეს ჩანაწერები ვულკანური აქტივობის რამდენიმე ეპიზოდს აღწერს, რომლებმაც არა მხოლოდ კუნძულის, არამედ მისი მაცხოვრებლების ბედი და ცხოვრების სტილი სამუდამოდ განსაზღვრეს. კუნძულზე ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა 1785 წელს მოხდა. ამოფრქვევა იმდენად ძლიერი და დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ მას დაახლოებით 140 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რაც კუნძულის იმდროინდელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდა. ამ მოვლენების გამო ადამიანებმა კუნძული დიდი ხნით დატოვეს. თითქმის 40 წლის განმავლობაში კუნძულზე არავინ ცხოვრობდა, თუმცა საბოლოოდ ადამიანები იქ მაინც დაბრუნდნენ. აუგასიმას ამჟამინდელი ლანდშაფტის დიდი ნაწილი მე-18 საუკუნის ამოფრქვევის შემდეგ ჩამოყალიბდა. უნდა ითქვას ისიც, რომ კუნძული საკმაოდ მცირე ზომისაა. მისი სიგრძე მხოლოდ და მხოლოდ 3 კილომეტრ-ნახევარია. კუნძულის უჩვეულო და თითქმის სიმეტრიული ფორმა ადამიანებში წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივი ნავსადგურების არარსებობისა და ოკეანის ძლიერი დინებების გამო კუნძული გარესამყაროსგან იზოლირებული იყო. დღესაც კი აქ მხოლოდ ერთ ნავმისადგომს ნახავთ, რომელიც ქარიშხლების დროს სრულიად გამოუსადეგარი ხდება. იზოლაციის მიუხედავად, თავგადასავლების მოყვარულ მოგზაურებსა და მკვლევარებს კუნძულის მიმართ მუდმივად ძლიერი ინტერესი ჰქონდათ. მოგზაურობა, როგორც წესი, ტოკიოში მდებარე ჰანედას აეროპორტიდან იწყება. იქიდან ვიზიტორები ახლო მდებარე კუნძულამდე მიფრინავენ, რომელიც აუგასიმადან დაახლოებით 64 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მოგზაურობის ბოლო ეტაპი მთლიანად ამინზეა დამოკიდებული, რადგანაც ამ ადგილებში ამინდი შეიძლება სწრაფად და მოულოდნელად შეიცვალოს. კუნძულამდე მისვლა მოგზაურებს ვერტმფრენით ან გემით შეუძლიათ, თუმცა მისი მაცხოვრებლებისთვის ეს მარშრუტი თავგადასავალიან იშვიათი გამოცდილება არასდროს ყოფილა. ეს გზა მათი ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენს. დღეს აუგასიმაზე დაახლოებით 170 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა თავს თევზაობითა და სოფლის მეურნეობით ირჩენს. კუნძულზე ნაყოფიერი მიწისა და მტკნარი წყლის ნაკლებობის გამო ბრინჯის მოყვანა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც მოსახლეობას ძირითადად კარტოფილი მოჰყავს. დამატებით შემოსავალს ისინი ტურისტებისა და წყალქვეშა თევზაობის მოყვარულებისგან იღებენ, რადგანაც კუნძულის განსაკუთრებით სუფთა, ღრმა და ზღვის ბინადრებით მდიდარი წყლები უამრავ ადამიანს იზიდავს. აუგასიმაზე არსებულ ერთადერთ სკოლაში ბავშვებს სწავლა 14 წლამდე შეუძლიათ. ამის შემდეგ მათ სწავლის გასაგრძელებლად კუნძულის დატოვება უწევთ. აუგასიმაზე რამდენიმე პატარა მაღაზიას, ბარს, სახელოსნოს და ბენზინგასამართ სადგურსაც ნახავთ. კუნძულის ზომის მიუხედავად, მაცხოვრებელთა უმეტესობა მასზე ავტომობილით გადაადგილდება. თუ ადგილობრივს მანქანა არ ჰყავს, მას ფეხით სიარული უწევს, რადგანაც ველოსიპედი ან ორბორბლიანი ტრანსპორტი ციცაბო გზების, ძლიერი ქარისა და ხშირი წვიმების გამო გზავრობას საკმაოდ ართულებს. კუნძულზე ბევრი გზაა, თუმცა მათი უმეტესობა ვიწრო და დაკლაკნილია. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტი 30 კილომეტრია, აქ საცობებს უბრალოდ ვერ სადნახავთ. კუნძულის ნებისმიერ წერტილამდე მისვლა 10 წუთშია შესაძლებელი, რაც დიდ ქალაქებთან შედარებით უჩვეულოდ ჟღერს. ცხოვრების ეს ნელი, შვიდი და აუჩქარებელი ტემპი იმ ადამიანებს ნამდვილად არ მოეწონებათ, ვინც ქალაქების მუდმივ ხმაურსა და ჩქარ-ტემპსაა შეჩვეული. მდებარეობის მიუხედავად, აუგასიმა თანამედროვე სამყაროსგან მოწყვეტილი არაა. კუნძულს მობილური კავშირი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტიც აქვს, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მუდმივად იცოდნენ თუ რა ხდება მსოფლიოში. 2020 წელს წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი გაიყვანეს, რამაც საბოლოოდ კუნძულს საიმედო კავშირი მოუტანა. აუგასიმას სუბტროპიკული კლიმატი და ზომიერი ტენიანობა აქვს, რაც კუნძულზე ცხოვრებას მთელი წლის განმავლობაში შედარებით კომფორტულს ხდის. მიმდებარე წყლები ყველა სეზონზე თბილი რჩება, თუმცა აქ ქვიშიან სანაპიროებს ვერ სადნახავთ.
კუნძული ციცაბო ვულკანური კლდეებითაა გარშემორტყმული, რომლებიც ზღვის დონიდან 50-დან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თითქმის გაუვალ სანაპირო ზოლს ქმნის. წვიმების სეზონზე კალდერას გარე ფერდობები ძლიერ ეროზიას განიცდის, რაც რელიეფს მუდმივად ცვლის. მიწის დასაცავად მაცხოვრებლები ნიადაგს ბეტონის კონსტრუქციებით ამაგრებენ. შორიდან ეს კონსტრუქციები ლანდშაფტს უცხო და თითქმის არამიწიერი არსახეს ანიჭებს. აუგას იმაზე, ტურისტთა რაოდენობა მუდმივად კონტროლს ქვეშაა. მიუხედავად ამისა, კუნძულზე პატარა სასტუმრო და კემპინგისთვის განკუთვნილი ადგილიც მდებარეობს. ტურისტების ძირითად აქტივობას ლაშქრობა წარმოადგენს. ყველაზე შთამბეჭდავი ხედები კუნძულის უმაღლესი წერტილიდან ოტომბუს მთიდან იშლება. ის ზღვის დონიდან 423 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი მწვერვალიდან მთელი კუნძული ჩანს. მათ შორისაა მარუიმას შიდა კრატერიც. კიდევ ერთი პოპულარული ადგილი ოიამას პარკია. პარკამდე მისვლა 1 კილომეტრის სიგრძის საფეხმავლო ბილიკითაა შესაძლებელი. მოწმენდილ ღამეებში სადამკვირვებლო პლატფორმა ვარსკვლავებით სავსეცის სანახავად იდეალური ადგილია, რადგანაც ქალაქის ნათებების გარეშე ცაზე ვარსკვლავები განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურებიან. ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ ვიზიტორები ადგილობრივ ბარში ჩერდებიან, რათა მათ მაცხოვრებლებთან ერთად კარაოკე იმღერონ და ტრადიციული ტკბილი კარტოფილის სასმელი დააგემოვნონ. კუნძულის დასათვალიერებლად, როგორც წესი, ერთი დღე საკმარისია, მაგრამ მათთვის, ვინც ნამდვილ იზოლაციას, სიმშვიდესა და სიჩუმეს ეძებს, უფრო დიდხანს დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ზოგჯერ წასვლის გადაწყვეტილება მოგზაურზე არაა დამოკიდებული. ძლიერი ქარი, ტალღები და დაუსრულებელი წვიმა ხანდახან გამგზავრებას რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუძლებელს ხდის. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ აოგასიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კუნძულია. მისი ლანდშაფტი იდუმალი და ხელუხლებელი ჩანს. თითქოს ის წარსულსა და მომავალს შორისაა გაყინული. მასობრივი ტურიზმის ნაკლებობა კუნძულის მყიფე ბუნებრივი ბალანსისა და უნიკალური ატმოსფეროს შენარჩუნებას ხელს უწყობს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო ვულკანს კვლავ აქტიურად მიიჩნევს, ადგილობრივები კუნძულის დატოვებას არ აპირებენ, რადგანაც აქ ცხოვრება ბუნების ისეთად მიღებას ნიშნავს, როგორიც ის რეალურადაა. მსოფლიოში კიდევ უამრავი ადგილია, რომელთა შესახებაც ადამიანთა უმეტესობამ არაფერი იცის. თუ მოგეწონათ ვიდეო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საოცარი ადგილი გელოდებათ.